თავარ კითხვას ნინო ბურჯანძე უპასუხებს საღამოშტობის საკითხს. დიდი მადლობა რომ მოახერხეთ და ხართ ჩვენი სტუმარი. მინდა დავიწყოთ 26 მაისით არის ძალიან დიდი ინტერესი იმასთან დაკავშირებით თუ რა ბედიელის 26 მაისის საქმეს. როგორ მოხდება იმ საქმეების გამოძიება, იმ დანაშაულების გამოძიება, რაც მოხდა ამ დღეს. თქვენ პირადად რას აპირებთ იმისთვის, რომ მალე და სამართლიანად გამოიძიონ ის, რაც მოხდა 26 მაისს? დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ახლა ბუნებრივია გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ ეს ესე ვთქვათ, შედარებით ცოტა ხნის წინ მოხდა, იმიტომ რომ განსაკუთრებული სისასტიკე იყო და მართლაც იყო აი პირდაპირი ბრძანება სადამსჯელო ოპერაციის ჩატარების, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დანაშაული მოხდა 26 მაისს და ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი არა მხოლოდ ფიზიკურად და მორალურად სულიერად დაზარალდა, არამედ უამრავი ადამიანი 42 ადამიანი ახლაც საპყრობილეში იმყოფება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ 26 მაისის მოვლენები იყოს გამოძიებული ძალიან ობიექტურად და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაჟილი იყოს ყველა ის ადამიანი, ვინც დანაშაული ჩაიდინა 26 მაისს და 26 მაისთან დაკავშირებული მოვლენების დროს. თუმცა აქვე გეტყოდით ეკა რომ ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ნებისმიერი სხვა დანაშაული რომელიც მოხდა ჩვენს სამშობლოში ბოლო წლების განმავლობაში იყოს გამოძიებული. ეს ეხება 2009 წელსაც, ეს ეხება 2007 წლის ნოემბერსაც, ეს ეხება ყველა სხვა დანაშაულს, გახმაურებულსაც და არაგახმაურებულსაც, იმიტომ რომ ჩემი აბსოლუტურად ღრმა რწმენა არის, მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, როგორც პროფესიონალი იურისტი, როგორც პოლიტიკოსი, როგორც ადამიანი, რომ ვიდრე ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, რომლებსაც ჩადენილი აქვთ სისხლის სამართლის დანაშაული საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის წინაშე არ დაისჯებიან, ვიდრე ეს ადამიანები არ წარსდგებიან სამართლიანი გამოძიების და სამართლიანი სასამართლოს წინაშე, მანამ ჩვენ ვერ ჩამოვაყალიბებთ ვერც თავისუფალ, ვერც დემოკრატიულ საქართველოს და ჩვენი ქვეყანა ნორმალური განვითარების გზას ვერ დაადგება და უფრო მეტიც, ჩვენ არასოდეს არ გვექნება გარანტია იმისა, რომ ხვალინდელი და ზეგინდელი ხელისუფლების, დღევანდელი ხელისუფლების ესა თუ ის წარმომადგენელი არ გაიმეორებს იმავე ტიპის, ან თუნდაც უფრო ნაკლებად სიმძიმის დანაშაულს, როგორიც აქამდე ხდებოდა ხოლმე საქართველოში. ამიტომ ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა დემოკრატიული მოძრაობის, სახალხო კრების პირადად ჩემი, რომ ჩატარდეს ყველა საქმეზე შესაძლებლობის ფარგლებში მართლაც, მაგრამ პრიორიტეტების მიხედვით ობიექტური და სამართლიანი გამოძიება და ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს დაერქვას თავისი. თქვენ პირადად რამდენად ხართ მზად რომ ამ პროცესებში მონაწილეობა მიიღოთ? ზოგი დანაშაული ჩადენილია თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ზოგი შემდგომ პერიოდში? აბსოლუტურად ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც მე მაქვს რაიმე ტიპის ინფორმაცია, მე მაქვს სრული მზაობა, რომ ვითანამშრომლო შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან, იქნება ეს ვთქვათ პროკურატურა, გამოძიების ორგანოები თუ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. მე დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ შეიქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს სხვათა შორის იგივე 7 ნოემბერთან დაკავშირებული კომისიის შექმნა. პირადად ჩემი ხელმოწერილი დოკუმენტი არსებობს, სადაც მე ხელი მოვაწერე იმ ესე ვთქვათ ვალდებულებას პარლამენტის მხრიდან, რომ პარლამენტ შეექმნა ასეთი საგამოძიებო კომისია და ძალიან დეტალურად გამოეძიებია მაშინ რა მოხდა, თუმცა წინა პარლამენტმა აბსოლუტურად უგულებელყო ეს დოკუმენტი თითქოს არ არსებობდა და ასეთი კომისია გასაგები მიზეზების გამო არ შეიქმნა. ეხლა მე იმედი მაქვს, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც ყველა ამ საქმეს გამოიძიებს, თუმცა კი არა, უბრალოდ იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი კომისიის სათავეში იქნება აბსოლუტურად ნეიტრალური ადამიანი, რომლის ობიექტურობაშიც არც ერთ ჩვენგანს ეჭვი არ შეგვეპარება. ნუ ცოტა რთულია პოლიტიკოსი იყოს ობიექტური, მაგრამ ალბათ ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც პირდაპირი შეხება ან პირდაპირი პოზიცია არ ჰქონია გამოხატული 26 მაისის, 7 ნოემბრის ან 2009 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. პოლიტპატიმრების თემაზე გუშინაც გააკეთეთ თქვენ კომენტარი, წეღანას თქვით, რომ 52 ადამიანი არის მხოლოდ სახალხო კრებიდან დაკავებული. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწრაფად ხდება ამ ადამიანების ბედის გადაწყვეტა? ხომ არ ფიქრობთ, რომ თუნდაც თქვენ უფრო მეტად უნდა ჩაერიოთ იმისთვის, რომ სწრაფად განთავისუფლდნენ ისინი? იცით რა, ჩვენ მართლა ყველაფერს ვაკეთებთ. ახლა ბოლო დღეების განმავლობაში, რაც ამოისუნთქეს ცოტა პატიმრებმა და შესაძლებლობა აქვთ, რომ ციხიდან სატელეფონო ზარები განახორციელონ, პრაქტიკულად ტელეფონი ხელიდან არ გამიშვია, იმიტომ რომ ძალიან
ბევრი ჩვენი თანამებრძოლი რეკავს, დღესაც 4 მათგანმა დამირეკა და აქვთ აი იმის მოლოდინი, რომ ძალიან მალე ისინი განთავისუფლებიან. ჩვენის მხრიდან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ყველა დოკუმენტი აბსოლუტურად მოწესრიგებული, კარგახანია უკვე ჩვენ მიწოდებული გვაქვს, როგორც დემოკრატიულ მოძრაობას, ასევე სახალხო კრებას, ყველა ჩვენს, ესე ვთქვათ, თანამებრძოლთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვინტერესდებოდით არა მხოლოდ ამ 42 ადამიანის ბედით, არამედ ყველა იმ ადამიანის ბედით, რომელიც ამ პოლიტიკური პატიმრების ნუსხაში არიან. შეიძლება ჩვენ არც ვიზიარებდეთ ზოგიერთი მათგანის პოლიტიკურ შეხედულებას, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მათი ბედი არ გვაღელვებდეს და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების განთავისუფლებაზე არ ვიზრუნოთ. მე მქონდა რამდენჯერმე საუბარი ყველა იმ ადამიანთან, ვინც ჩართულია ახლა ამ პროცესში, როგორც ადვოკატებთან, უფლებადამცველებთან, ასევე ვთქვათ, იგივე ქალბატონ ეკაბესელიასთან, რომელიც მართლაც მე გუშინაც მას მადლობა გადავუხადე და დღესაც მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მე ვიცი, რომ ის ძალიან ცდილობს, რომ რაც შეიძლება დააჩქაროს პროცესი. იგივე ქალბატონი მანნა კობახიძე, რომელმაც ძალიან კარგად იცის ბევრი საქმე, რომელიც 26 მაისთან არის დაკავშირებული. მე მესმის, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი, მე მესმის, რომ ეს რთული პროცესია. ჩემთვის და ყველასთვის ცოტა მტკივნეული იყო, როდესაც გაჭიანურდა ეს პროცესი და თქვათ გარკვეულმა ორგანიზაციებმა დატოვეს კიდეც ეს პროცესი, იმიტომ რომ მათი წვლილი ნამდვილად პოზიტიურად წაადგებოდა ამ პროცესის წინ წაწევას და მე მინდა ყველა ადამიანს ვუთხრა, იცით, მე მესმის, რომ არის შეიძლება ეჭვი, რომ ვინმეს შეიძლება შეცდომა მოუვიდეს, ვინმე შეიძლება გამოვიდეს ისეთი, რომელიც არ იმსახურებდეს, მაგრამ ეს იურისპრუდენციის ოქროს წესია, ჯობია 1 დამნაშავე ან 10 დამნაშავე იყოს გარეთ, თუმცა 10 დამნაშავე ნამდვილად არ არის 180 კაციან სიაში, ეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა. სჯობს ასეთი გამონათქვამია, სჯობს 10 დამნაშავე იყოს გარეთ, ვიდრე თუნდაც ერთი უდანაშაულო ადამიანი ციხეში. და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ არა მარტო ეს 180 ადამიანი, რომელზეც ახლა არის საუბარი, მათ შორის 42 ჩვენი პარტიიდან და სახალხო კრებიდან, არამედ სხვა ასევე ასობით და ათასობით ადამიანი უდანაშაულოდ ზის ციხეში, რომელთაც მე იმედი მაქვს, რომ ასევე მალე მოუწევთ სახლებში დაბრუნება, მაგრამ პირველი პრიორიტეტი ცხადია, ამას ალბათ ყველა სწორად გაგვიგებს, არის სწორედ პოლიტიკური პატიმრების თემა. მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს ამ თვის ბოლოს მოხერხდება ამ საკითხის დასრულება, ან ყველაზე გვიან, მე ხა უბრალოდ ვცდილობ ხოლმე, რომ მაქსიმალური ვადა ვუთხრა პატიმრებს, რომ რაღაცნაირად მერე იმედგაცრუება არ იყოს, ყველაზე გვიან საახალწლოდ ისინი იქნებიან სახლში, თუმცა მე ხა სწორედ ქალბატონ ეკასაც ვესაუბრე და მან ასე ვთქვათ მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ თვის ბოლოს ეს ადამიანები ოჯახებს და თავიანთ ქვეყანას დაუბრუნდნენ. პოლიტპატიმრებზე ალაპარაკდა უკვე ყოფილი ხელისუფლება, თუმცა ისინი გულისხმობენ თავიანთი ეს არის სამარცხვინო, მე უკაცრავად რომ აი არც დაგამთავრებინეთ კითხვა, იმიტომ რომ აი მე ხარ არ გამკვირვებია ცინიზმი, თქვათ, უსირცხვილობა, შუბლის ძარღვის გაწყვეტა ამ ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ იცით რა, ეს ჩვენი ბრალია. დღეს რომ ეს ხელისუფლება ამდენს ბედავს, ეს არის თითეული ჩვენგანის ბრალი. ის რომ ეს ხელისუფლება ბედავს ყველაფერი იმის შემდეგ, სხვა რომ არაფერი გაეკეთებია ამ ხელისუფლებას 2008 წლის აგვისტო არის საკმარისი იმისათვის, რომ თავმოყარე ხელისუფლებას საერთოდ ლაპარაკის სურვილი არ ჰქონდეს და ხელისუფლებაში დარჩენის, მაგრამ ყველაფერი რაც მას შემდეგ და მანამდეც ხდებოდა, ყველაფერი რაც ძალიან კარგად იციან იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს მორიგეობენ ბაჩუ ახალაიას საპატიმროსთან. მე მაინტერესებს, ჩვენ რომ 26 მაისის შემდეგ ადამიანებს 2-2 და 3-3 დღე ვეძებდით. არ ვიცოდით მკვდრები იყვნენ თუ ცოცხლები, არ ვიცოდით რომელ საკანში იყვნენ, ან სავადმყოფოში იყვნენ თუ ციხეში. მაშინ რატომ არ დაინტერესდნენ ამ ადამიანების ბედით? როცა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ჩემი თხოვნის და მიუხედავად, უფრო სწორად მე ვთხოვე ამ ქალბატონს, რომ შესულიყო ციხეში და ჩვენი პატიმრები მოენახულებიათ, ერთი კვირა არ შეუშვეს ჩემი მძღოლის და რამდენიმე თანაგუნდელის საკანში, იმიტომ რომ ისეთი ნაცემები იყვნენ ადამიანები, რომ ეს ქალი ერთი კვირის შემდეგაც შოკში გამოვიდა. მაშინ რატო არ ათენებდნენ ღამეებს? ეს არის, იცით რა არის, ეს ისეთი ცინიზმია. ამ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ უფლება პოლიტიკაში დარჩნენ.
და მე იმედი მაქვს, რომ დადგება ის დღე, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს დაუმტკიცდებათ ის დანაშაული, რა დანაშაულიც სისხლის სამართლის დანაშაულზე მაქვს მე საუბარი. დაუმტკიცდებათ თავისუფალი გამოძიებით, სამართლიანი სასამართლოთი, ის დანაშაული, რაც მათ ჩადენილი აქვთ ხალხისა და ქვეყნის წინაშე და ამ ადამიანების სახეებს და ამ ცინიკურ გამონათქვამებს აღარ დაინახავს და აღარ მოისმენს საქართველოს მოსახლეობა. ის რომ პოლიტიკური დაპატიმრებების თემა ერთი მხრივ მოხვდა რასმუსენის განცხადებაში და მეორე მხრივ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, როგორ ფიქრობთ, როგორ მოხდა ეს? ანუ მიხეილ სააკაშვილს დარჩა კიდევ მეგობრები დასავლეთში, ეს არის მიზეზი? იცით რა შეასაქმე? ეს არ არის მხოლოდ მეგობრობასთან დაკავშირებული. მე თქვენს ეთერშიც არაერთგზის მithქვამს, რომ სააკაშვილი ამუშავებს უზარმაზარ მანქანას, რომელიც ამყარებს იმ ფასადური დემოკრატიის იმიჯს, რომელიც მან შექმნა საქართველოში. ის მართლაც ლობისტურ და პიარ კომპანიებში ხარჯავდა მილიონებს, რომლებიც საქართველოს წარმოაჩენდნენ როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს. ის აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა და მას პრინციპულად ებრძოდა, გამოეცხადებინა რუსეთის აგენტთა სამშობლოს მოღალატედ. და ამაში გარკვეულწილად, ეხლა მე არ მინდა ძალიან დეტალებში მომთხოვთ შესვლას, მაგრამ გარკვეულწილად დიდი წვლილი აქვს ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებსაც და ლიდერებსაც, რომლებიც პრინციპში, როდესაც ჩადიოდნენ დასავლეთში, იმის შიშით, რომ არ გამოჩენილიყვნენ მარგინალები, რადიკალურები, არ დაბრალებოდათ პრორუსულობა და ანტიდასავლურობა, ძალიან ხშირად არ იყვნენ საკმარისად კრიტიკულნი სააკაშვილის და მისი რეჟიმის მიმართ. როცა მე ძალიან ძიმე ფაქტებს ვეუბნებოდი იგივე ბრიუსელში, ვთქვათ, გნებავთ ნატოში და გნებავთ ევროპარლამენტში, სანამ ვახერხებდი და ვიდრე სააკაშვილის რეჟიმა ძირითადი, ესე ვთქვათ, შესაძლებლობები არ ჩაკეტა საერთოდ ადამიანებთან საუბრისაც კი, იმიტომ რომ გაიგებდა, რომ მე მივდივარ წინასწარ მიფრინავდა და კაბინეტში ლამის როგორც ფიულეს დაუჯდა, წინასწარ უჯდებოდა კაბინეტში 1 საათით ადრე, რომ მე არ შემხვედროდნენ ეს ადამიანები. ძალიან ხშირად მე მეუბნებოდნენ ხოლმე, რომ იცით რა, ქალბატონი, აი თქვენ ამბობთ, რომ არიან პოლიტპატიმრები, თქვენ ამბობთ იმას, რომ თქვენს პარტიას პოლიტიკურად დევნიან, მაგრამ ჩვენთან ჩამოდიან ოპოზიციონერები, რომლებიც არიან კონსტრუქციულნი, პროდასავლურნი და ისინი არ აყენებენ ამ საკითხს ასე მკვეთრად. ბუნებრივია, აქ დგებოდა იმის საკითხი, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ ეს ადამიანები. მათთვის უფრო კომფორტული იყო დაეჯერებინათ იმისთვის, რომ კი არის საქართველოში პრობლემები, მაგრამ არა იმდენი, ვიდრე დაეჯერებინათ, რომ სინამდვილეში საქართველო არის ნეობოლშევიკური ქვეყანა. ამიტომ ამ ყველაფერმა ალბათ დაგროვილმა და პლუს იმან, რომ სააკაშვილმა სამწუხაროდ შეძლო ის, რაზეც მე, ესე ვთქვათ, გამუდმებით ვაკეთებდი აპელირებას, რომ ჩვენ არ უნდა მივცეთ მას საშუალება, რომ მან ჩაიწეროს ქულა, რომ ჩაატარა დემოკრატიულად არჩევნები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ სააკაშვილმა მოახერხა და დაარწმუნა დასავლეთი სამწუხაროდ, რომ მან ეს არჩევნები ჩაატარა დემოკრატიულად და რომ მან ხელისუფლება დემოკრატიულად გადასცა დღევანდელ სახელისუფლებო გუნდს. ეს არის ტყუილი. ეს ყველაზე კარგად იციან თვითონ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებმა, რომელთაც არაერთგზის აღუნიშნავთ, როგორი ზეწოლა იყო, როგორი, ესე ვთქვათ, ბრძოლა იყო ადგილებზე. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ იმ ადამიანებმა დასავლეთში რეალურად გაიგონ, რომ არანაირი დემოკრატიული არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა, არანაირი 40 ადგილი სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუღია ამ არჩევნების შედეგად. ამერიკის შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლები თვითონაც აკეთებდნენ ქალბატონო განცხადებას იმის შესახებ, რომ რომ არა მათი ჩარევა უშუალო გასაგებია, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით, სააკაშვილი რომ არა ის ციხის კადრები, რომელმაც სააკაშვილს ბოლო შესაძლებლობა და ბოლო რესურსი გამოაცალა, რომ გაეყალბებინა მასობრივად არჩევნები, იმიტომ რომ საზოგადოების უზარმაზარი ნაწილი გამოვიდა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და როდესაც ესეთი დიდი რაოდენობა ადამიანების არჩევნებში მონაწილეობას იღებს, მაშინ გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, მაგრამ რომ არა ციხის კადრები, სააკაშვილი იყო მზად იმაზე, რომ პროვოცირება გაეკეთა რაიმე მოვლენის, როგორც ეს 26 მაისს გააკეთა და წინა მოვლენების დროს და გამოეყენებინა უბრალოდ, ესე ვთქვათ, ტყვიაც კი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. თქვენ ხედავდით, ეკა ამისთვის, ისევე როგორც 26 მაისის წინა პირობა მზადდებოდა, რომ რუსეთი, რომ რუსული ფული, რომ რუსული ინტერესები, რომ პრორუსული, ესე ვთქვათ, ძალა საქართველოში რუსეთთან შეერთება და სხვა თასგზის სისულელები. ანუ ამის წინა მომზადება პერიოდის
სააკაშვილის მხრიდან, რომ საქართველოში მოდის პრორუსული ძალა, რომელსაც ყველა მეთოდით უნდა შეებრძოლო, სააკაშვილს ჩატარებული ჰქონდა უბრალოდ ჩვენი საზოგადოების აი ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილება მიღებულმა ნაბიჯმა რომ გამოსულიყვნენ ყველას მიეღო არჩევნებში მონაწილეობა აი ამ პოლარიზაციამ და მე მიხარია რომ მე ამ პოლარიზაციას ამ შემთხვევაში ხელი შევუწყე ჩვენი არჩევნებში მონაწილეობის არ მიღებით იმიტომ რომ მართლაც ორი პოლარული არჩევანი დადგა ან სააკაშვილის წინააღმდეგ, თუმცა ქვეყნისთვის ეს კარგი არაა და იმედია სხვა დროს ჩვენ არასოდეს აღარ დაგვჭირდება ესეთი არჩევანის გაკეთება, მაგრამ ეხლა ეს იყო ერთადერთი გამოსავალი. აი ამან ყველაფერმა სააკაშვილის პატრონებს, მოდით ესე ვთქვათ და არა მეგობრებს, პატრონებს დაანახა რომ თუ სააკაშვილი კიდევ უფრო მეტად გააყალბებდა არჩევნებს, იმიტომ რომ ეს 40 ადგილი პარლამენტში ნამდვილად გაყალბებულია და მათ ნამდვილად არა აქვთ 20 ადგილზე მეტი მიღებული. თუ სააკაშვილი გააყალბებდა კიდევ უფრო მეტად არჩევნებს, მას უბრალოდ ხალხი წალეკავდა და მას გადაფის ბედი ელოდა. აი ეს ნამდვილად სწორად დაიჭირა როგორც დასავლეთმა, ასევე თავად სააკაშვილმაც, რომელიც პოლიტიკური ცხოველია, მე ეს არაერთგზის მithქვამს და გადარჩენის ძალიან სერიოზული ინსტინქტი აქვს და სწორედ ამიტომ წავიდა ის აბსოლუტურად არაორდინალურ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მისგან არავინ არ ელოდა. დასავლეთის მხრიდან უკვე ძალიან ხმამაღლა გაისმის მოწოდება იმის შესახებ, რომ უნდა ითანამშრომლონ პოლიტიკურმა ძალებმა, იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც არიან ხელისუფლებაში. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ ეს თანამშრომლობა შესაძლებელია შედგეს, მით უმეტეს, რომ ყოველდღე ახალი დანაშაულის ფაქტები იკვეთება ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან, ხდება მათი დაკავება, მეორე მხრივ პოლიტიკური პროტესტია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, როგორ უნდა ითანამშრომლონ? არის საბოტაჟის ფაქტებიც მათ შორის? აბსოლუტურად გეთანხმებით, მე საბოტაჟით დავიწყებ და მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად არის საბოტაჟის ნიშნები და ეკა თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ძალიან მალე პრაქტიკულად მეორე მესამე დღეს არჩევნების შემდეგ მე ვთქვი, რომ შეიძლება ესეთი საშიშროება გაჩნდეს და დიდი ალბათობით გაჩნდება, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ იქნება ღია საბოტაჟის სახით, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ის რაც ხდება ძალიან გავს მართულ საბოტაჟს. მე არ მინდა ყველა იმ ადამიანს შეურაცხყოფა მივაყენო, რომელიც ამ აქციებში მონაწილეობას იღებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მართლაც არის გულწრფელი და თავისი გაჭირვებიდან, თავისი ყოველდღიური პრობლემიდან გამომდინარე იღებს ამ აქციებში მონაწილეობას და ცდილობს დღევანდელი ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას, მაგრამ მე ძალიან მინდა ამ ადამიანებს ვთხოვო და მართლაც მიუმართო. იცით რა, ეს ადამიანები არ გამოსულან ქუჩაში 1 ოქტომბრამდე. პრაქტიკულად მათი აბსოლუტური უმრავლესობა. ეხლა იყო გამონაკლისი, რა თქმა უნდა, ვთქვათ, იგივე ჭიათურა იყო ხოლმე ხშირად, ვთქვათ, საპროტესტო აქციებში ჩართული ტყიბულელები იყვნენ ჩართული, მაგრამ ძირითადი ნაწილი ამ ადამიანების ჩუმად იჯდა, იმიტომ რომ ეშინოდა. ასეც ხსნიან, რომ ეშინოდა. გასაგებია, მაგრამ მოდით ცოტა ხანი აცალეთ ამ ახალ ხელისუფლებას. ხო არის რაღაცა გონივრული ვადა, რომელიც უნდა მისცე ხელისუფლებას. თქვენც მიეცით ამ ხელისუფლებას ვადა? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ეკა ჩასაფრებულის მდგომარეობაში. არ შეიძლება ეხა ახალ ხელისუფლებას არ მისცე იმისი შესაძლებლობა, რომ ელემენტარულად ბიუჯეტში ჩაიხედოს და ნახოს შენ იგივე ტყიბულელ მეშახტეს რითი შეგიძლია მაღაროს, რითი შეუძლია დაგეხმაროს. არ იქნება სწორი, რომ დღეს ეხა ახალმა ხელისუფლებამ დაიწყოს ამ დაპირებების ჩამორიგება ისე რომ მან არ ჩაიხედოს ბიუჯეტში, იმიტომ რომ დისბალანსი გაჩნდება ბიუჯეტში და ამან შეიძლება მართლა ძალიან მძიმე რეალობის წინაშე დააყენოს ქვეყანა. ამიტომ მე ამ ადამიანებს მართლა მინდა ვთხოვოთ, ცოტა მოვითმინოთ, ამდენს ვითმენდით და განსაკუთრებით ეს ადამიანები ამდენს ითმენდნენ შიშის გამო, ეხლა მოითმინონ იმიტომ, რომ გაჩნდა გარკვეული იმედი. მოითმინონ სულ რამდენიმე თვე, რომ ხელისუფლება დაალაგდეს, რომ საკადრო პოლიტიკა ბოლომდე იქნას მიყვანილი. არ არის ხო მარტივი ეს საკადრო პოლიტიკა, დღევანდელ ქართულ რეალობაში ძალიან მძიმეა კადრების პოვნა, მერე პროფესიონალის, კეთილსინდისიერის და ასე შემდეგ. დაალაგდეს ეს კადრები, დაიწყონ ამ ადამიანებმა მუშაობა, ელემენტარულად შეძლონ საქმეებში გარკვევა და პრიორიტეტების დასახვა და თუ მერე ეს ადამიანები ვერ იგრძნობენ ახალი ხელისუფლების მხრიდან, ასე ვთქვათ, ყურადღებას, მათ ექნებათ მართლაც სრულიად სამართლიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ არა ეხლა, იცით, აი ესეთი განცდა მაქვს, რომ ყელში წვდნენ ხელისუფლებას, რომელიც ჯერ პრაქტიკულად არ მოსულა და ნახევარ სამინისტროებში მინისტრების მოადგილეების კი არ არის დანიშნული. ეხლა რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას, იცით რაშია საქმე? ხა მე ძალიან მიჭირდა ბოლო პერიოდში, ვთქვათ,
ჩვენი დასავლელი მეგობრებისათვის იმის ახსნა, რატო იყო ჩემი პოზიცია ესეთი რადიკალური და რატო ვამბობდი მე, რომ ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა არის შეუძლებელი. მე ვიცნობ ამ ხელისუფლებას საკმარისად, თუმცა აღმოჩნდა ჩემ დასაბედნიეროდ, რომ მე მას, თუმცა ქვეყნისთვის აუბედუროთ, რომ მე მათ საკმარისად კარგად არ ვიცნობდი. და ნამდვილად ვერ წარმომედგინა ყველაფერი ის რისი გაკეთებას და რისი კადრებაც ამათ შეეძლოთ, მაგრამ რაც მე ვიცი, ისიც საკმარისია და ის გამოცდილებაც საკმარისი იყო იმისათვის, რასაც ვამბობდი, რომ არ გამოვა ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, არ გამოვა ამ ხელისუფლებასთან დემოკრატიული ურთიერთობები. ნახეთ, რას აკეთებს სააკაშვილი ამ ვიზიტის დროს, რასაც ის მე მიკეთებდა ყოველთვის, მაგრამ ეს არ ჩანდა, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, ეს იყო მაინც შეფუთული კულუარებში, მაგრამ ეხლა ეს ძალიან ნათლად გამოჩნდა, იმიტომ რომ ის პირდაპირ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრს და ახლად არჩეულ მთავრობას დაუპირისპირდა. მან ხო იმავნებლა ეხლა პრაქტიკულად. თუმცა ის არ დაუპირისპირდა ტრიბუნიდან. არა, მამდენი თქო რა თქმა უნდა ყოფნის, თუმცა დააკვირდით ესე ვთქვათ მის გამონათქვამებს, მის იქედნურ სახეს, რომ არაუშავს, ისწავლიან, ეხლა მათთვის ეს გამოცდილება, რომ ისინი მათ წუხილს, რომ ასეთი მაღალი κρიტიკა იყო ახალი ჩვენ ესეთი გულუბრყვილოები ვართ, რომ ეხლა სააკაშვილი ძალიან წუხს იმაზე, რომ ახალი ხელისუფლება ვინმემ გააკრიტიკა და სააკაშვილი და მისი ესე ვთქვათ მანქურთი დამნაშავეები დაიცვა. არავინ ესეთი გულუბრყვილო საქართველოში ნამდვილად არ არის, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ყველა სამოცანაა ეხლა, როგორც მედიის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, მით უმეტეს პოლიტიკოსების და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა, თავად პრემიერ-მინისტრის და მთავრობის, რომ ევროპას ჩვენ ნათლად დავანახოთ. არანაირი პოლიტიკური რევანში დღეს საქართველოში არ არის. უფრო მეტიც ევროპამ უნდა გაიგოს, ისევე როგორც რასმუსენმა გაიგო Facebook-ზე და Twitter-ზე გამოქვეყნებული აღშფოთებული ქართველების კომენტარებით. ევროპამ უნდა გაიგოს, რომ პირიქით ალბათ ამას საიდუმლოს არ ვიტყვი და არც ქართულ ოცნებას არ გაუკვირდება. ადამიანები უფრო უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ისე სწრაფად არ მიდის ეს პროცესი დაკავებების, დაჭერების და მართლაც ესე ვთქვათ ადამიანების მიმართ სამართლიანი ბრალდებების წაყენების, როგორც ამას საზოგადოება მოელოდა. მე მესმის ეს რატომ არ ხდება სწრაფად, არც უნდა მოხდეს ძალიან დაჩქარებულად, რომ არ მოხდეს რაიმე ტიპის ესე ვთქვათ ეჭვის დასაბუთება, რომ ეს პოლიტიკური რევანშია, მაგრამ იმდენი რამდენს ზედაპირზე. იცით რა შეა საქმე, როდესაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თურმე ბაჩო ახალაია პოლიტიკური პატიმარია და პოლიტიკური ანგარიშსწორება დაიწყო, მე ვფიქრობ, რომ კარგად უნდა გავახსენოთ ევროპასაც და ამერიკასაც ის ციხის კადრები, რომელიც არსებობს. კარგად უნდა გავახსენოთ ამ ადამიანებს, რომ თავად ამერიკის სახელმწიფო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ძალიან მძიმე ბრალდებებია წამოყენებული. თუმცა ოფიციალურ მტკიცებულებებში ეს ჯერჯერობით არ ჩანდა. არა, ბუნებრივია ოფიციალურ მტკიცებულებებს ალბათ გარკვეული დრო კიდევ დაჭირდება. ეხლა მე ვფიქრობ, რომ იქნება ეს მტკიცებულებები, ხამე არა ვარ მათ ჩახედული, მაგრამ საკმაოდ მაღალი პროფესიონალები არიან ეხლა ის ადამიანები, ვინც ამით არიან დაკავებული და ნამდვილად არ არის ძნელი, რომ დადო ის მტკიცებულებები, რომელიც პრაქტიკულად ზედაპირზე დევს. უკაცრავად მარტო 26 მაისის ბრძანება, დანაშაულებრივი ბრძანება, როდესაც ადამიანებს გასასვლელები დაუკეტეს და პრაქტიკა ეს ბრძანება თქვენ იცით? მე დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის გარდა ასეთ ბრძანებას ვერავინ ვერ გასცემდა, მაგრამ ვინ აღასრულა ყველა ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, არის იმ სახელმწიფო ვერტიკალში, რომელიც დღეს ესე ვთქვათ, ესე გულმოდგინედ იცავს ბაჩო ახალაიას. მე არ მიკვირს ნაციონალური მოძრაობის. მათ მართლაც ძალიან ეშინიათ ბაჩო ახალაიას ასე ვთქვათ, გატეხვის და მათთვის იქნება ეს კატასტროფა, თუ ბაჩო ახალაია ლაპარაკს დაიწყებს და შოკი, რომელიც რასმუსენს დაემართება და რომელიც ევროპას და ამერიკას დაემართება, თუ ბაჩო ახალაია ლაპარაკს დაიწყებს, მე მგონი ისეთ შოკში იქნებიან, რომ კარგა ხანს ვეღარ შეძლებენ უბრალოდ ვერც ქვეყნის მართვას და ვერც ინტერვიუების მიცემას. კიდევ ერთი შეკითხვა მინდა ჩვენი საუბრის ბოლოს დავსვათ, თქვენს მეუღლეს უკავშირდება ეს შეკითხვა, აპირებს თუ არა ბადრი ბიძაძე რომ დაბრუნდეს საქართველოში? იცით რა შეა საქმე, მადლობთ ამ შეკითხვის. ეკა მას შემდეგ რაც გიაუჩავამ გააკეთა ის განცხადება, სადაც ის პირდაპირ ლაპარაკობდა მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ, რომელიც თავის დროზე ადვოკატების მხრიდანაც იყო დაფიქსირებული, მან კობახიძის და ნათია კორკოტაძის მხრიდან. მას შემდეგ რაც მან პირდაპირ თქვა, რომ არ არსებულ დანაშაულში დასდო ბრალი ბადრი ბიძაძეს და სხვა ადამიანებს, კონკრეტულად ყველა იმ ადამიანის მიმართ საქმე ავტომატურად უნდა შეწყვეტილიყო, ანუ პროკურატურას უნდა
გაეტანა, ასე ვთქვათ, საქმე განსახილველად და საქმე შეწყდება, იმიტომ ფაქტიურად შეწყვეტილად შეიძლება ჩაითვალოს იქედან გამომდინარე, რომ ბრალის, ასე ვთქვათ, დამდები ადასტურებს, რომ მან სრულ ჩვენება მისცა და ბრალი დასდო აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს. ესე რომ პრაქტიკულად ჩემი მეუღლე შეეძლო ჩამოსვლა საქართველოში დაახლოებით ალბათ ეს 3 კვირის წინ იყო, უკვე 3 კვირის წინ, მაგრამ მან მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და მე მას ამ გადაწყვეტილებაში მხარი დაუჭირე, მიუხედავად იმისა, რომ ეს განსაკუთრებით მძიმეა მისი 76 წლის დედისათვის, რომელიც აი ყოველ დღე ნატრობს, რომ მხოლოდ იმიტომ უნდა, რომ ჯანმრთელად იყოს, რომ მოესწროს მისი შვილის ნახვას და ჩამოსვლას, როგორც ახლა ყველა დედა ბუნებრივია გესმით რაზეა ლაპარაკი. ამის და მიუხედავად მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ ვიდრე არ იქნება დასრულებული ამ პოლიტპატიმრების საკითხი, რომლებიც მათ შორის უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, 26 მაისის პოლიტპატიმრებისა, რომლებიც ჩვენი თანამებრძოლები იყვნენ და ჩვენ კიდე მათი თანამებრძოლები ვიყავით, მათგან თავისუფლებამდე ის არ აპირებს სამშობლოში დაბრუნებას. მე იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან მალე იქნება, მაგრამ ნამდვილად მინდა ეკაიცით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას. ჩვენი ვალია, რომ ეხლა მსოფლიოს გავაგებინოთ რეალურად რა ხდება. შეუძლებელია სააკაშვილთან თანამშრომლობის რეჟიმში ყოფნა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს ბიძინა ივანიშვილსა დღევანდელ მთავრობას ელემენტარული ნორმალური საქმიანობის განხორციელებაში. მას შემთხვევით არ დაუტოვებია აი ეს მექანიზმები, რომელიც ერთის შეხედვით მას თითქოს არ უნდა დაეტოვებინა. მას ზუსტად ისჭირდებოდა, რაც მან ეხლა გააკეთა, რომ თითქოს ეს არის პოლიტიკური დევნა, თითქოს ეს არის რევანში, თითქოს ეს არის დიქტატურა, აი უსირცხვილობა, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ლაპარაკობს პოლიტიკურ დევნაზე, როცა არსებობს ჩვენი პოლიტიკური პარტია, რომელიც დაარსების 2 თვის თავზე ეკა ყოველგვარი საფუძვლის და არგუმენტების გარეშე გამოგვაცხადეს პრორუსულდად, ეხა მაშინ არც პუტინთან შეხვედრა იყო და არც ასე ვთქვათ რაიმე სხვა მსგავსი მოქმედება, რომელიც შეიძლება მათ ფორმალურად მაინც გამოეყენებინათ, მაშინ როდესაც საერთოდ არანაირი საფუძველი მათ არ ჰქონდათ ჩვენ წინააღმდეგ ბრალდებების განხორციელებისა, უკვე მაშინ მათი PR კომპანიების წყალობით ჩვენი პოლიტიკური პარტიის დევნა დაიწყო, რომელიც 4 წლის განმავლობაში არის უმძიმესი დევნის, ასე ვთქვათ, მაგალითი და მე არ მინდა რომ ნაციონალური მოძრაობის მით უფრო რიგითმა წევრებმა, თუმცა ჩვენმა რიგითმა წევრებმა ყველა მიწვნია ეს პოლიტიკური დევნა. მე ნამდვილად არ მინდა რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პოლიტიკური დევნა იწვნიონ და რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ დევნას, იმ ადამიანებს, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი. უდანაშაულო ადამიანებს მშვიდად უნდა ეძინოთ ამ ქვეყანაში იმის და მიუხედავად, რომელ პარტიას ეკუთვნოდნენ, ან რომელ პარტიაში არიან დღეს და არიან თუ არა საერთოდ ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ სიმპათიით განწყობილნი. დამნაშავე ადამიანებს ამ ქვეყანაში ჩვენ სამშობლოში მშვიდად აღარ უნდა ეძინოთ და ეს არის გარანტია იმისა, რომ ჩვენი შვილები ხვალ უკეთეს საქართველოში ცხოვრობენ. მადლობთ. თავარ კითხვას ნინო ბურჯანიძე პასუხობდა, ხვალამდე გემშვიდობებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.